დავინახე რომ ახალგაზრდა გზელთმიანი ხუჭუთმიანი ბიჭი მორბოდა ჯოხით ხელში და რა დროსაც ეს ჯოხი რამოდენიმეჯერ მოიქნია და მათ შორის ერთხელ მოხვდა მე ხელის არეში. შემდეგ ეს ბიჭი გარბოდა უკან და გაიყიდა მას ერთ-ერთი პოლიციელი ჟამერაშვილი გვარად და ჟამერაშვილს უკვე ეს ჯოხი გადაატეხა ის შემდეგაც მოხდა მისი უშუალოდ დაკავება. ჯოხი ჩამარტყა ხელში. საადრე ადგილს კონკრეტულად. სიტყვერდა ჩავაგვიმართო. მარცხენა ხელის მტევანზე. დაზიანება ქონდა თან რაიმე? დაზიანება ცოტათი მქონდა შეჭრილებული. სამედიცინო დაწესებულებას მიმართა? არა, იმიტომ რომ არ მქონდა ის დაზიანება, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართა. ტკივილის განცდა სიწმინდა აღნიშნულია? რა თქმა უნდა, ხელა ჯოხს რო ხელში ჩაგარტყავენ, ყველა იგრძნობს მაგას. გამოკითხვის პროცესში მათედევიძემ აღნიშნა, რომ დაადასტურა ის, რომ რამდენიმე დღის უკან კახეთის რეგიონიდან ჩამოვიდა თბილისში და შეუერთდა საპროტესტო აქციას, ხოლო 2024 წლის 19 ნოემბერს დილის საათებში, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ რუსტესა მელიქიშვილის გამზირი, მათ პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს გზის სავალი ნაწილის, ავტომობილო გზის სავალი ნაწილის განთავისუფლებისკენ. თუმცა მოქალაქეების ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და შემდეგ პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა მათი სავალი ნაწილიდან გაყვანა და სავალი ნაწილის გათავისუფლება. აღნიშნულ დროს მათედევიძის განმარტებით მან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერის ირგვლივ დაინახა პოლიციის თანამშრომლები. ის ადგილზე შექმნილი მუხტიდან საპროტესტო მუხტიდან გამომდინარე იყო ანერვიულებული და გაუაზრებლად შევარდა პოლიციელების ჯგუფში და რამდენჯერმე მათ მოუქნია ჯოხი.